ზედმეტად არასოდეს ენდოთ მეგობრებს და ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ მტრები თქვენს სასარგებლოდ. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს ვაგრძელებთ ძალაუფლების 48 კანონის კითხვას და განხილვას და ვართ მეორე კანონზე. მეორე კანონი გვეუბნება, რომ ზედმეტად არასოდეს უნდა ვენდოთ მეგობრებს და უნდა ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ მტრები ჩვენს სასარგებლოდ. სანამ უშუალოდ კანონის განხილვაზე გადავალთ, მინდა გითხრათ ჩემი აზრი ამ კანონთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ეხება სამსახურეობრივ კონტექსტს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა საჯარო თუ კერძო სფერო იქნება და საქმიან ურთიერთობებს. ნაკლებად უნდა გადმოიტანოთ ეს დანარჩენ რეალურ ცხოვრებაში. ანუ ის, რაზეც ვისაუბრებ, ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებები და მაგალითები, ისევე როგორც ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითები, იქნება უფრო საქმიანობიდან, პროფესიიდან და სამსახურეობრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მტრობა ან მეგობრობა. კანონის ფორმულირება შემდეგია. უფრთხილდით მეგობრებს შეიძლება მათში შური აღძრათ, თუმცა დაიმეგობრეთ ყოფილი მტერი და ის ამჟამინდელ მეგობარზე მეტად გიერთგულებთ, რადგან მას ერთგულება დასამტკიცებელი აქვს. თუ მტრები არ ყავთ, გაიჩინეთ. თითოეულ წინადადებას ახლა გავარჩევთ ამ ეპიზოდის მიმდინარეობისას. ლუი მე-14-ს უთქვამს: ყოველთვის, როდესაც ვაკანტურ ადგილზე ვინმეს ვნიშნავ, შედეგად ვიღებ ასობით უკმაყოფილოს და ერთ უმადურს. ერთ უმადურში იგულისხმება ის, ვინც ვაკანტური ადგილი დაიკავა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმადური აქ არ არის განმარტებული ისე თითქოს ადამიანი, რომელიც არ გიხდის მადლობას, ან მაგალითად ადამიანი, რომელიც არ ვიცი, მთელი ცხოვრება რაღაც პატივს არქცევს საჩუქრებით და რაღაცაებით იმის გამო, რომ შენ დაეხმარე სამსახური დაეწყო, ან რამე საქმე გაეკეთებინა. აქ ეს არ არის ნაგულისხმები. უმადურებაში უფრო არის ნაგულისხმები, რომ ადამიანი, რომელსაც შენ დაეხმარე სამსახური დაეწყო, ან რაღაც გაუმჯობესებული პირობა მიიღო და ის გიბრუნებს ამ ყველაფერს ცუდით. ანუ ამ უმადურებაში ვიგულისხმოთ, რომ ის ჩვენ გვაზიანებს თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით. მაინც და მაინც შორს რომ არ წავიდეთ და ლუი მე-14-ზე ან მის წინამორბედებზე რომ არ ვისაუბროთ, რა გამოცდილება გქონდათ უმადურ ადამიანებთან ურთიერთობის, მე ჩემი მაგალითით შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, როდესაც მქონია შეხება უმადურ ადამიანებთან. და ვინც არიცით და პირველად ნახულობთ ჩემს ვიდეოს, მე ვარ კორპორატიული იურისტი, თუმცა ასევე მქონდა ჩემი საკონსულტაციო ბიზნესი, რითაც ვეხმარებოდი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ახალ ბაზრებზე შესვლაში, გაფართოებაში და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს კადრების აყვანის მიმართულებით. და თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ მეც მქონია ისეთი შემთხვევები, რაც მაფიქრებინებს, რომ ლუი მე-14-ის სიტყვები იყო სიმართლე. მაგალითისთვის, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის პოზიციისთვის ვეძებდი კადრს დაკვეთით და დაახლოებით 3 კანდიდატი იყო, ვის შორისაც უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. თუმცა საბოლოო სიტყვა მე მეთქმოდა იქიდან გამომდინარე, რომ მე მაშინ იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც უნდა აეყვანათ ეს ადამიანი და უფრო ესე ვთქვათ, მეტი შეგრძნება მქონდა ბაზარს და კონკრეტულად იმ კომპანიას, რა შეიძლებოდა დაჭირვებოდა. და ერთ-ერთი კადრი იყო ყველაზე ნაკლებად კვალიფიციური და დანარჩენები უფრო გამოცდილები იყვნენ და უფრო მაღალ ხელფასსაც ითხოვდნენ. მაგრამ რატომღაც პიროვნული, ესე ვთქვათ, სიმპათიის გამო, რომ იყო ძალიან ღიმილიანი, ახალგაზრდა, რაღაც ესე ჩავთვალე, რომ ამ კადრისთვის შანსის მიცემა უფრო კარგი იქნებოდა და უფრო ზოგადად დიდი სიკეთე იქნებოდა, ვიდრე უფრო გამოცდილი კადრისთვის, იმიტომ რომ იმათ რაღაცნაირად უკვე გზა ჰქონდათ გაყვავული და ამ ადამიანს მაინც უფრო დახმარება ჭირდებოდა და მისთვის ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია იქნებოდა, მაგრამ
ის კი არა რომ უმადური იყო ეს ადამიანი და მადლობა არ გადამიხადა ან რაღაც მსგავსი რაღაცები არც ველოდებოდი როგორც კონსულტანტი მაგალითად მადლობას, მაგრამ ძალიან დიდი უმადურებით შემომიტრიალდა ისე რომ ეს ადამიანი პირდაპირ ცდილობდა ჩემს დაზიანებას და შემიძლია რომ გავიხსენო კიდე რამდენიმე სხვა მაგალითი, მაგრამ მაინც საქართველოს პატარა ქვეყანაა და ზოგადად მსოფლიოც პატარა არის და მაინც საქართველოს მაგალითებზე არ მინდა რომ ვისაუბრო, რომ ვინმე არ ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ ნამდვილად ამას ვეთანხმები, რომ ერთ უმადურს ვიღებთ ხოლმე, თუმცა ეს არ არის 100-დან 100. ძირითადად მე გარშემო მყავს მადლიერი ადამიანები და მეც რა თქმა უნდა მათი მადლიერი ვარ და ზუსტად მაგიტომ მიყვარს ზოგადად მუშაობა და ადამიანებთან ურთიერთობა, რომ ძირითად შემთხვევებში ჩემი სამსახურეობრივი ურთიერთობები არის ნამდვილად დადებითი. ავტორის მაგალითი არის ჩინეთის დინასტიაზე, სადაც 222 წლიდან მოყოლებული, ალბათ იგულისხმება ქრისტეშობის შემდეგ, ყოველ რამდენიმე წელში ერთხელ იმპერატორს კლავდნენ, მათ შთამომავლებს კლავდნენ და ესე გრძელდებოდა სადღაც 7 საუკუნე. მოკლედ რაღაც ძალიან ბევრი ოჯახი და გენერალი იყო ისეთი, რომელიც ცდილობდა რომ სულ სათავეში ყოფილიყო. 959 წელს გენერალი სუნგი გახდა იმპერატორი და მან კარგად იცოდა არსებული სიტუაცია და ისიც რომ შეეძლოთ რამდენიმე წელში ისიც მოეკლათ. მოკლედ მოიწვია ყველა სამხედრო გენერალი და ესეთი რაღაც უთხრა რომ შეეძლო ეხლავე დაეხოცა, იმიტომ რომ არმია ესე ვთქვათ მისი დაქვემდებარების ქვეშ იყო, თუმცა ამას არ აპირებდა და უთხრა რომ ამ პოზიციებზეც ვერ დაგტოვებთო, იმიტომ რომ თელ დღეებს შიში ვატარებ და უბედური ვარ, როგორც ნადიმის დროს, ისე ღამითაც არ მაქვს მოსვენება, რადგან არის განათქვენგან რომელიმე, რომელიც იმპერატორის ტახტზე ასვლაზე არ ოცნებობსო. უთხრა რომ გადამდგარიყვნენ თავიანთი პოზიციებიდან ნებაყოფლობით და ძალიან დიდ სიმდიდრეს მიიღებდნენ, შესაძლებლობებს, ფულს, მიწებს, ყველაფერს, რაზეც კი ოცნებოდნენ მთელი ცხოვრება და ამისთვის შრომა და რაღაც ომში სიარული და სიკვდილი არ მოუწევდათ. უკლებლივ ყველა გენერალი დათანხმდა, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ არ დათანხმების შემთხვევაში იმ ოთახს ვერ დატოვებდნენ. ასევე ისიც იცოდნენ, რომ ამ დიდ სიმდიდრეს ცხოვრების მანძილზე ვერ დააგროვებდნენ თუ იმპერატორები არ გახდებოდნენ და არჩიეს, რომ ესე რაღაცნაირად თავისი კეთილინებით წასულიყვნენ და ამ ერთი ჭკვიანური ქმედებით იმპერატორმა სუნგმა მოახერხა ის, რომ მან არ დაიტოვა ეგრეთ წოდებული ვითომ მეგობრული გარემო მის გარშემო, იმიტომ რომ ეს ვითომ მეგობრები ნებისმიერ წუთს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდათ, შეიძლება და გამხდარიყვნენ მათი მტრები და ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე სულ მიკვირდა ხოლმე, რომ აი იცით რა არის ახალი მინისტრი მოვიდა, ყველა მოადგილე შეცვალა. კერძო სფეროშიც ესეა, მაგალითად ახალი CEO რო მოდის კომპანიაში, დაახლოებით 3 თვე დიდაც ესე ცვლილებებს არ აკეთებს, რომ ხალხი არ დააშინოს და კომპანია არ ჩამოინგრეს, მაგრამ 3 თვის მერე რაღაც ეს საშუალო არის, იწყება ხოლმე დიდი რესტრუქტურიზაციები, სადაც ცვლიან ყველა დეპარტამენტის უფროს, შეიძლება მათი მოადგილეები შეცვალონ, გააჩნია თვითონ კომპანიის მასშტაბებს, იმიტომ რომ ამ ადამიანს იქ არ უნდა რომ ყავდეს ჩუმი კონკურენტებია, როგორც კი ფეხი წაუწდება ვიღაცა, ესე ვთქვათ, ვიღაცამ გამოიჭიროს და ეს სიტუაცია გამოიყენოს თავისთვის სასიკეთოდ, არამედ ურჩევნია რომ მოიყვანოს თავისი კადრი, რომელიც უკვე დატესტილი ყავს, რომ დიდად არ არიან ეგეთი ამბიციურები და ყველა თავის საქმეს კარგად გააკეთებს და ახალ გუნდთან ერთად დაიწყოს მუშაობა და ჩემი გამოცდილებითაც რამდენჯერაც ყავდა ახალი CEO, იმას მოყავდა ყოველთვის თავისი სანდო ადამიანები 2-3 პოზიცია მაინც, რომელსაც ძალიან ენდობოდა და დანარჩენებთან თუ გაშვებას ვერ ახერხებდა, ცდილობდა დისტანცირებას. თუ თქვენც ხართ იმ სიტუაციაში, რომ აი
წავიდა თქვენი უფროსი და იქიდან გამომდინარე რომ თქვენ მასთან დაახლოებული პირი იყავით ან არ ვიცი ზოგადად თქვენი უფროსი არ მოწონდათ თუდად წავიდა თუ კარგად წავიდა არ აქვს მნიშვნელობა ახალი ადამიანი მის მაგივრად მოიყვანეს იმის ალბათობა რომ თქვენ გაგიშვებენ ძალიან მაღალია თქვენ თუ არ ხართ დამწყებ პოზიციაზე და ამ დროს უკეთესი არის რომ ამ დინებას მიყვეთ და დათანხმდეთ ერთადერთი ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება კარგი ოფერი წამოიღოთ და ისე წახვიდეთ რომ აქ ერთი იგავარაკი არის ძველ მეგობრებზე და მოკლედ ძველი მეგობრები შეხვდებიან ერთმანეთს და ერთ-ერთი უკვე არის მეფე და მეორე არის ისევ მეისრე. და მოკლედ ეს მეისრე ცდილობს გაახსენოს მეფეს რომ ჩვენ ხო ძველი მეგობრები ვართ და მეფე ეუბნება რომ ხო ადრე მეგობრები ვიყავითო მაგრამ ჩვენი მეგობრობა ეფუძნებოდა იმ ძალაუფლებას რომელიც მაშინ გქონდა შენც და მეც, იმიტომ მეგობრობდი შენთან. ვის რაში ჭირდება ძველი მეგობარიო, როცა მეფე ვარო. ამაზე ორი მიმართულებით მინდა ვისაუბრო. ერთი არის სამსახურს გარეთ მეგობრობა, ისე აი სკოლიდან მეგობრები, ინსტიტუტიდან, ну მოკლედ არასამსახურიდან მეგობრები და თვითონ ძველს რაღაცნაირად ძალიან დიდ დატვირთვას ვაძლევთ რა ჩვენ აი მე ძველ მეგობრობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის ძველი და არა მეგობრობა და რეალურად ორი ადამიანი რაც არ უნდა ღრმა ბავშვობიდან ერთად მოდიოდეს მათი ინტერესები თუ ერთმანეთს აცდა ღირებულებები არ ემთხვევა არა აქვს საერთო სასაუბრო თემა და ზოგადად განვითარების სხვადასხვა მიმართულება აქვს არჩეული. სხვადასხვა ეტაპი კი არა, მიმართულება. ერთ მწვანე უნდა და მეორეს ყვითელი სიტყვაზე ვამბობ. მაშინ ძველია თუ არა ეს მეგობრობა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და შეიძლება რომ ბევრმა ახალმა მეგობრობამ უფრო მეტი მოგცეთ ვიდრე ამ ძველმა მეგობრობამ და შეიძლება პირიქით ძველი მეგობრები საკმაოდ დესტრუქციულებიც იყვნენ თუ თქვენს ინტერესებს და ღირებულებებს არ იზიარებენ. ამიტომ მე ვფიქრობ, ნუ ჩავიციკლებით სიტყვა ძველზე, არამედ მეტი ყურადღება მივაქციოთ, რა არის ჩვენთვის მეგობრობა, მაგრამ თუ ამ ორის კომბინაცია გვაქვს, ეგ ძალიან კარგია და ნამდვილად ძალიან მოსაფრთხილებელია და მეორე მიმართულებით, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის სამსახურეობრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი მეგობრობა. 19 წლიდან ვმუშაობ და როგორც წესი ვმუშაობდი ერთ ძირითად სამსახურში ხოლმე სულ განაკვეთზე ყოველთვის მქონდა ერთი ან ორი ნახევარ განაკვეთიანი სამსახურები, ну ძირითადად ონლაინ და ასევე ეს ჩემი საკონსულტაციო ბიზნესი და ანუ რის თქმა მინდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი სამსახურებიდან და როცა ვმუშაობდი იმ სამსახურში მეგობრებიც მყავდა, აი შეიძლება 3, 4, 5 მეგობარი მყავდა, მაგრამ რაღაცნაირად იმ სამსახურიდან რომ მოდიხარ, მე ეს ყველაფერი თითქოს ფერკმთალდება, იმიტომ რომ ერთმანეთი ისე აღარ გჭირდებათ, ერთმანეთის გატანა აღარ გჭირდებათ, მხარდაჭერა აღარ გჭირდებათ და რაღაცნაირად თითქოს ის ინტერესი, რაც გაერთიანებდათ და ბრძოლის ერთხაზე გამყოფებდათ, აღარ არის და აქედან გამომდინარე თქვენ იშლებით. მე მარტო ორი მეგობარი მყავს სამსახურიდან შეძენილი და ეს მეგობრები ჩემთვის ძალიან ახლო მეგობრები არიან და ძალიან ძვირფასები, თუმცა მათ გარდა ვიცნობ კარგ ადამიანებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ურთიერთობა ორმხრივად გულწრფელი იყო, ან მაგალითად სინამდვილეს ეფუძნებოდა, იყო ბევრ ურთიერთობაში მაგალითად შურიც, რაზეც თვალს ხუჭავდი იმ მომენტში და მერე უბრალოდ როცა სამსახურიდან მოდიხარ და ერთ სივრცეში აღარ ხარ, უფრო კარგად აღიქვამ მაგ რაღაცებს. მაგრამ ამ მეორე ტიპის ურთიერთობებზე ყოველთვის მახსენდება სიმონ საინეკის ერთ-ერთი გამოსვლიდან პატარა მონათხრობი. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ სრული ვერსია, მომწერეთ Instagram-ზე და გამოგიგზავნით YouTube-ის ლინკს. მგონი არის ერთ-ერთი ASHISH-ის ძალოვანი სტრუქტურის წამყვანი პოზიციის კადრზე საუბარი, რომელიც მიიწვიეს რაღაც კონფერენციაზე, სამსახურმა დააუჯავშნა ბიზნეს კლასი, მძღოლი, ასისტენტი, ყავა მიქონდათ რაღაც სპეციალური კერამიკის ჭიქით, აბა რძით გინდა თუ ვეგანური რძით, მოკლედ აი
ძალიან მაგრა ექცეოდნენ რა ამ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს და მე გადადგა ეს კაცი და ეს კაცი ამბობს რომ მე სადღაც კონფერენციაზეო ჩემით დავრეგისტრირდიო სპიკერად და რომ ყავის მოდუღება მომიწია პლასმასის ჭიკაშიო მივხვდიო რომ ეს ყველაფერიო რაც ესე ვთქვათ ფუფუნების საგნები და პატივისცემა და ზეყურადღება მქონდაო მე კი არ მქონდაო იმ სკამს და იმ პოზიციას მქონდაო რაზეც მე ვიყავიო დასაქმებულიო და როგორც კი ეგ პოზიცია აღარ გაქვს ეგ ყველაფერი მიდისო და ამიტომ უნდა იყო მადლიერიო და ყოველთვის უნდა გახსოვდესო რომ არა შენი პოზიცია და შენი სკამი უბრალოდ ყავა უნდა მოიდუღო შენ თვითონ ანუ მადლიერი იყავიო იმისო რაცაც გთავაზობსო შენი პოზიცია მაგრამ არასდროს არ დაგავიწყდეს რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარო და ამ არაჩვეულებრივ მოქცევას და მოპყრობას შენ მიმართ იწვევ არა შენ არამედ ის თუ რა პოზიციაზე ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია შენ საპასუხოდ იმ ადამიანებისთვის ვინც პატივს გსემენო და მე მაგალითად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან ვეთანხმები ამას თუმცა აქ კიდევ არის ერთი მომენტი რომ შეიძლება ვიღაცას ძალით უკეთებდა კარგ რაღაცებს იმიტომ რომ საშინელი ადამიანია და შეიძლება კარგი ადამიანია და უფრო გიხაროდეს რომ რაღაცეები გაუკეთა თუმცა ნამდვილად რაც უფრო წინ მივდიოდი და რაც უფრო მაღალი პოზიცია მქონდა და რაც უფრო ბევრი ადამიანის ბედი შემეძლო გადამეწყვიტა ჩემ მიმართ ჩემ გარშემო დამოკიდებულება სამსახურეობრივი ურთიერთობები ნამდვილად იცვლებოდა და როგორც კი ჩამოვშორდი კორპორატიულ სამყაროს ვერ ვიტყვი რომ რაღაც უპატივსემულობა დავიმსახურო ვინმესგან მაგრამ მივხვდი რომ აი ეს რაღაცა ბენეფიტები იყო ჩემს სკამთან დაკავშირებული ესე რომ ვთქვათ და არა მაინც და მაინც იმასთან რომ მე ვარ რაღაც სუპერ მაგარი ადამიანი. სხვათა შორის ამის გააზრება ჩემთვის არანაირი სირთულე არ იყო და პირიქით უფრო დამაფასებინა ის ჩემი მეგობრები, რომლებსაც ჩემ მიმართ დამოკიდებულება კი არ შეეცვალათ ცუდისკენ. პირიქით შეეცვალათ კარგისკენ და ძალიან მხარს მიჭერენ და ძალიან აღფრთოვანებულები არიან და ძალიან დიდ როლს თამაშობენ იმაში, რომ მე ვარ გამბედავი და ჩემი მიზნები მკაფიოდ დავინახე და ამ მიზნების შესრულებისკენ ძალიან თამამად მივდივარ. ახლა რა ქნა იმპერატორმა სუნგმა, როცა ეს თავის გენერლები მოიშორა, ვინც კი ვინმე მტერი ყავდა გარშემო ну თითქმის ყველა დაიმეგობრა რაღაც ისეთ სიტუაციებს ჩააყენა რომ აი მე ვიცი რომ შენ მოღალატე ხარ გინდოდა ჩემი მოკლა აი დამადასტურებელი საბუთები მაგრამ მე შენ არ გკლავ პირიქით პატიჟებ რომ ჩემთან იმუშაო ჩემს კარზე და ესეთი ადამიანები მტრები როგორც წესი უფრო მაგარი მეგობრები და ერთგულები ხდებიან, იმიტომ რომ რაღაცნაირი ფსიქოლოგიური ტრავმასავით აქვთ, რომ უნდათ დამტკიცება იმის, რომ მე ვარ ყველაზე მეტი ერთგული შენი, იმიტომ რომ როდესღაც მე შენთვის ცუდი მინდოდა და სხვათა შორის ეს ძალიან ხშირად ხდებოდა პოლიტიკაში და ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს ძალიან გვიგურს ხოლმე რომ ერთი პარტიიდან მეორეში როგორ გადავიდა, ეგენი ხო ლანძღავდნენ ერთმანეთს, ვერ იტანდნენ, აბა ადრე ესე თქვა და ისე თქვა და ამას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზუსტად მტრები ერთმანეთის მოღალატეები, ოღონდ არა მეგობრები შეიძლება გახდნენ საუკეთესო მოკავშირეები კონკრეტული ინტერესების და მიზნების გარშემო. აქედან გამომდინარე, კი არ უნდა გავაკრიტიკოთ, უნდა მივიღოთ, რომ რეალობა არის ესეთი. ეს ადამიანების დონეზე კი არ ხდება, მარტო ეს ხდება ქვეყნების დონეზეც. მაგალითად, ავიღოთ აშშ და საბჭოთა კავშირი, როგორ მოიქცნენ გერმანიის და ჰიტლერის წინააღმდეგ, ხო? ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ საერთო მტრის გამო გაერთიანდნენ და მოკლედ რაღაცა ვითომ საერთო ინტერესები ჰქონდათ. მე კი ისევ აერიათ ურთიერთობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა გაქვს საერთო მიზანი და ხვდები, რომ ამ მიზნის შესასრულებელი ერთადერთი საშუალება არის მტერთან მოკავშირეობა, ივიწყებ იმ შენ მტრობას, იმიტომ რომ იმ მიზნის მიღწევა არის უფრო მნიშვნელოვანი. მოგრძალოთ წიგნის კითხვა.
სავსებით ბუნებრივია, რომ მეგობრების დახმარებას ვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში. სამყარო მეტისმეტად სასტიკი ადგილია და მეგობრები ხშირად არ ბილებენ ამ სისასტიკეს. გარდა ამისა, მათ იცნობთ, რატომ უნდა ენდოთ უცხოს თუ კი გვერდით მეგობარია. ამაში ვეთანხმებოდი, მაგრამ აღარ ვეთანხმები და თვითონ ავტორიც არ ეთანხმება ამ მიდგომას, იმიტომ რომ ესე გრძელდება. მეგობრის დასაქმებას თუ გადაწყვეტ სამსახურში, თანდათან აღმოვაჩენთ მის იმ თვისებებს, რომლებიც აქამდე არ იცოდით. უცნაურია, მაგრამ თქვენი კეთილის საქციელი სრულებით არ უყვებს წონასწორობას. ადამიანებს მოსწონთ იფიქრონ, რომ საკუთარი წარმატება დაიმსახურეს. სინამდვილემ შესაძლოა მოიტანოს იმედგაცრუება და წუხილი. მე ამაზე ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ ნამდვილად ბევრი ახალი თვისება აღმომიჩენია ადამიანის, რომელიც არის ჩემი მეგობარი და პირველად ჰქონდა სამსახურეობრივი გადაკვეთა. რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ ჩემ გარშემო ბევრი მეგობარი მყავს თან იურისტი. და ნამდვილად, მაგალითად, ჩვენ შეიძლება მეგობრობდით და სამსახურეობრივი გადაკვეთა არ ვქონია, მაგრამ რაღაცა პროექტზე გვიმუშავია ერთად, ან ერთად გვიმეცადინია რაღაც გამოცდებისთვის. ზოგიერთი ჩემი მეგობრის შემთხვევაში ძალიან ბევრი კარგი თვისება დამინახავს, რაც მეგობრობაში არ ჩანს და დიდად შეიძლება მეგობრობას ესე არ სჭირდება, როგორიც არის მაგალითად ორგანიზებულობა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა. აი ჩემ მეგობრებში მართლა აი გამკვირვებია, რომ ვაუ, ეს თან რა მაგარი პროფესიონალი ყოფილა და თავის საქმის ცოდნე და ნეტა მეც ვიყო ესეთი და ნეტა მეც მქონდეს შესაძლებლობა, რომ ერთად ვიმუშაოთ. მაგრამ მქონია შემთხვევები ძალიან დიდი იმედგაცრუებისაც, როდესაც მეგობრობასაც კი შეექმნა საფრთხე. იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყეთ ერთად მუშაობა, პირველად მუშაობდით ერთად და აი გამიკვირდა რამდენად უპასუხისმგებლოა, რამდენად უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს ჩვენი საერთო კლიენტის წინაშე, რადგან თვითონ დაბადების დღეზე წავიდა და მაგალითად რაზეც შევთანხმდით, რომ ნახევარი უნდა გაგვეკეთებინა, მე გავაკეთე ჩემი ნახევარი და იმან არ გააკეთა და აი მოკლედ ორი პოლუსი მაქვს, რა არიან მეგობრები, რომლებიც ძალიან მაგარია მაგათთან მუშაობა და არიან მეგობრები, რომლებთანაც ხვდები, რომ ჯობს არ იმუშაოთ, მაგრამ ეს შენ მეგობრობაზეც იქონიებს გავლენას, იმიტომ რომ ერთულია ერთმანეთისგან გამიჯნო სამსახურის და მეგობრობის სივრცე, როცა ერთში ბრაზდები, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ, მეორეშიც ბრაზდები და თან ვცდილობ, რომ შენიშვნის ფორმა არ ქონდეს, მინდა რომ ისე უთხრა არ ეწყინოს ადამიანს და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მოდი არ ვეტყვი რა ეხლა და მე გავაკეთებ ამის საქმესაც და მე შენ ამაზე ბრაზდები, ეს გროვდება და ისე რომ ის ადამიანი ვერც ხვდება თქვენ შორის ჩდება ნაპრალი დისტანცია და რაღაცნაირად ეს გაფუჭებული სამსახურეობრივი სიტუაცია და ურთიერთობა აისახება თქვენს მეგობრობაზე. ყოველ შემთხვევაში გულის სიღრმეში იმას მაინც გაფიქრებინებს, რომ რამ დამაწყებინე საერთო საქმე. არ ჯობდა რომ მეგობრები ყოფილიყავით და ესე ვთქვათ, მე ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ მეგობარი, რომელთან ერთადაც გვინდა მუშაობა, თუნდაც იმის ხათრით, რომ ჩვენი მეგობრობა არ გადაყვეს ამ მუშაობას. ის მიერ გარემოებაში ეცადეთ კავშირი შეკრათ მტერთან და იპოვეთ თქვენს სამსახურში მისი ჩაყენების ხერხი. როგორც ლინკოლნმა ბრძანა სიტყვით გამოსვლისას, როდესაც მტერს მეგობრად აქცევთ, ესე იგი მას ანადგურებთ. აი, მართლა ძალიან კარგი გამონათქვამია, ამ მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ სულ შეცდომა მაქვს დაშვებული. აი, ვინმე თუ აღმიქვამს მტრად, რომ აი მე მტერება, ესე არასდროს არ ყოფილა ისე, რომ არ მოგატუოთ, რომ მე გადავეკიდე სამსახურში ვიღაცას. ყოველთვის იყო ეს ხოლმე რაღაცნაირად გამოწვევა და ანკესის გადმოგდება, რაღაც ჩემი ვერძული ხასიათით, ხან ჯერ ჰოროსკოპის და ხან არა, მაგრამ აი თუ ხედავ, რომ ადამიანი
მებრძვის მეც ორმაგად, სამაგად პასუხობ და შეიძლება სანამ არ გავანადგურებ, ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით არა. სანამ არ შეეშვება ჩემთან მტრობას და არ დამნებდება თავი შევაკლა და არ შევეშვა. მოკლედ ამ წიგნში გავიგე ეგ რომ რაღაცნაირად ეს მტრული ურთიერთობები შეიძლება საშენოდ შემოატრიალო და ეს რაღაც რქებით არ მიაწვე და კარგი იქნებოდა რომ ეს ადრე მცოდნოდა. თუნდაც აი ვიხსენებ ერთ ესეთ მაგალითს რომ მე ჩემ ღია მტერთან რომ გავერთიანებულიყავი კონკრეტულ დროში ისიც და მეც ბევრად წინ წავიდოდით იმ კონკრეტულ კომპანიაში, სადაც მუშაობდით, მაგრამ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ჩემგან ისეთი წინააღმდეგობა მოდიოდა უკვე, რომ ის ადამიანი თვითონ ვერც გადადგამდა იმ ნაბიჯს, რომ რაღაც შემოეთავაზებინა, რომ მოდი ეხა დავზავდეთ და რაღაც ერთიანი გეგმა შევიმუშაოთ, მაგრამ ძალიან კარგი მაგალითი მახსენდება, როგორ გაანადგურეს დამეგობრებულმა მტრებმა ჩემი უფროსი. ჩემი უფროსი იყო უძლეველი იმ კომპანიაში, სადაც მუშაობდი, ანუ CEO-ს შემდეგ იყო პირველი პირი და ვინც კი არ მოწონდა და გზაზე ეღობებოდა, ყველას ანადგურებდა, ყველას სამსახურიდან უშვებდნენ და ორ ადამიანს მიადგა. და ამ ორ ადამიანს მიადგა და მას დაშვება ჰქონდა, რომ ესენი ერთმანეთზე ისეთი გადაკიდებულები არიან და ისევე რიტანენ, რომ ცალ-ცალკე მე ვერაფერს გამიკეთებენ, რა ცალკე არც ამ კაცის სიტყვას და არც იმის სიტყვას არ აქვს ფასი და ის დაშვება, რომ ესენი შეიძლება გაერთიანდნენ, როცა მისგან მომავალი რისკი დაინახეს, საერთოდ ვერ დაუშვეს და აი თვალსა და ხელშუა ამ ორმა ადამიანმა, რომელიც იყო ჩუმიც, პირდაპირ ყველანაირი მტერი ერთმანეთის და წარმოუდგენელი იყო მათი დამეგობრება, ამ სიტუაციის გამო დამეგობრდნენ და ისე გააკეთეს, რომ საბოლოო ჯამში ჩემი უფროსი გაუშვეს სამსახურიდან და ისინი ორივე დარჩნენ და ძალიან კარგად იყვნენ და მე ეხა ვერ დავარქმევდი მაგათ ურთიერთობას. მეგობრობას უბრალოდ დისტანციურად მადლიერები იყვნენ ერთმანეთის, ასე რომ მტერთან დაზავება რიგ შემთხვევებში ნამდვილად ძალიან კარგია და კიდევ აქ ესეთი რაღაც წერია, რომ ხანდახან შეიძლება ისეთი მტერი ყავდეს, რომლის არც განადგურება არ არისო დიდად საჭირო და არც მასთან დამეგობრებაო, იმიტომ რომ მისი არსებობა შენო გაუმჯობესებსო. ამ მტრობას ახლა მაინც და მაინც იმას რა ქვია, ხმლით ბრძოლას და დუელს, წარმოვიდგენთ, მე გამახსენდა ესეთი მაგალითები, როგორიც არის რონალდო და მესი, რომ ერთმანეთის გარეშე ეს ორი ადამიანი იმ დონეზე ვერ იქნებოდა, რა დონეზეც არიან. კიდე ამოვიწერე კოკა-კოლას და პეპსის მტრობაც და საერთოდ როდიდან გახდა კოკა-კოლა ესეთი მაგარი, როცა პეპსის მარკეტინგი წამოეწია და კოკა-კოლა გაგიჟდა, რა თქვია და მთელი ამ ესე ვთქვათ ბრენდების კონცეფცია არის ერთმანეთის მიმართ რაღაც მტრული მარკეტინგის და გაშარჟების საფუძველზე. ასევე ფედერერი და ნადალის ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ და ბევრი მაგალითი, როცა ორი ძლიერი კომპანია, სახელმწიფო, ადამიანი ერთმანეთის არსებობით აძლიერებს ერთი მეორეს. აქედან გამომდინარე დავფიქრდეთ, ზოგი მტერი შეიძლება კარგი იყოს, რომ მყავდეს, იმისთვის, რომ ტონუსში ვიყოთ და მუდმივად განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულები. ძალაუფლების მქონე ადამიანი მიესალმება კონფლიქტს, მტრებს იყენებს საკუთარი როგორც ძლიერი მებრძოლის რეპუტაციის განსამტკიცებლად, იმ მებრძოლის, რომელსაც რთულ ვითარებაში შეიძლება ენდო და ამაზე პირველი მე მახსენდება პუტინი და პუტინისეული რუსეთი, რომელიც კონსოლიდირებულია მის გარშემო, რადგან ის იფარავს თავის ხალხს ნატოსგან, აშშ-ისგან, დაპყრობისგან და იქ მცხოვრებ უმრავლესობას არ აინტერესებს ეკონომიკური მაჩვენებლები, სოციალური მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, რადგან ერთი მიზანი აქვს, რომ საერთო მტრის ხატის წინააღმდეგ იბრძოლონ და თავი დაიცვან და რა თქმა უნდა არც აშშ და ჩინეთი არ
ჩამორჩებიან ამაში. ჩინეთს აშშ ყავს ასეთ მტრად შექმნილი, აშშ-ს ჩინეთი ყავს და ასე შემდეგ და შეიძლება ეს დროთა განმავლობაში იცვლებოდეს და მსგავსი დადგმები და პერფორმანსი, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ყოველთვის გვაქვს, არა მარტო ეხლა, არამედ ყოველთვის გქონდა და საერთოდ ამ წიგნში, რასაც ვკითხულობთ, ძალიან ახასიათებს ყველაფერი სახელმწიფოს, პოლიტიკას და ასევე კორპორატიულ სამყაროს და მათ შორის იმაზე ბევრად დიდი კავშირია, ვიდრე ჩვენ გგონია. თუ თიც ლომს ხახაში ჩაუდებთ, კარგად იცით, რაც მოხდება. ამიტომ ეცადეთ ასე არ მოიქცეთ. მეგობრისგან ღალაც არ ელით, მაგრამ თუ მას თქვენთან დაასაქმეთ, იცოდეთ, რომ ის გადაგსანსლავთ. მე პირადად არ მქონია ეს გამოცდილება ჩემ მეგობრებთან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთო საქმე გაგვიკეთებია, მე პირიქით ვიტყოდი, რომ ძირითადად ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით და გვერდში ვიდექით, თუმცა სამსახურეობრივ კონტექსტში ძალიან კარგად მესმის, რაც შეიძლება იგულისხმებოდეს და ამისი ძალიან ბევრი მაგალითია. თუნდაც თანამედროვე ან ძველი, როგორ მოექცა სტალინი ტროცკს, ან მაგალითად როგორ მოექცა ჯონ სკალი სტივ ჯობს, ან მარკ ცუკერბერგი თუ სწორად ვამბობ, თუ ცაკერბერგ თუ რაც არის, ან Facebook-ის მარკი, ესე ვიტყვი, თავის პარტნიორს და თანადამფუძნებელს ედუარდო სევერინის, ანუ არის ძალიან ბევრი ცნობილი შემთხვევა, როცა ადამიანმა დაასაქმა მეგობარი ან დაიწყო საერთო საქმე და მეორემ გადასანსხლა მოიშორა თავიდან იმისთვის, რომ თვითონ მიეღო მეტი სარგებელი. ამიტომ ისევ და ისევ გავმიჯნოთ სამსახურეობრივი ურთიერთობა პირადი ურთიერთობებისგან და მე მაგალითად დღეს შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მეგობრის ურთიერთობა არ მინდა გავრიშკო, მარტო იმიტომ, რომ მოდი ერთად ვიმუშაოთ, ერთმანეთს ვენდობით, მირჩევნია ახალი კადრი მოვძებნო, კვალიფიციური და სხვა და ჩემ მეგობრებთან მქონდეს მეგობრული ურთიერთობა და არ მქონდეს შემდეგ რაღაცა გაუგებრობა იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგწონს მუშაობის ხარისხი ან ჩვენი მიდგომები. თუმცა, აქაც არის გამონაკლისები. მეგობრებთან წამოწყებული ერთობლივი საქმეები არ ღვევს სამუშაოსთვის საჭირო საზღვრებსა და სუბორდინაციას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ორიო მხარეს ესმის ეს ხიფათი და ითვალისწინებს, მას შესაძლებელია მეგობრის დიდი სარგებლიანობითა და შედეგიანად გამოყენება. და აქ მე მაქვს ერთი მაგალითი, მყავს სამსახურიდან შეძენილი მეგობარი, რომელთანაც, რა ვიცი, უკვე ალბათ 10 წელია ვმეგობრობ და ამ 10 წლიდან ალბათ 8 წელი სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდით ერთად და იმდენად ყველაფერში გამოვცადეთ მეგობრებათაც და სამსახურეობრივათაც ერთმანეთი, რომ ვიცი, რომ ამ ადამიანთან მუშაობა არის ჩემთვის პირიქით ძალიან ეფექტური, ერთმანეთს ვაბალანსებთ, მე რა მინუსიც მაქვს ისავსებს და პირიქით და ერთმანეთს ვავითარებთ, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევა და ამას დავამატებ, რომ თუ ვიგრძნობ ჩვენი მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ან რამის ზიანდება, რა თქმა უნდა, ამას რსად შევცვლი და მირჩევნია, რომ დავრჩეთ მეგობრებად, ვიდრე გქონდეს საერთო საქმე. მოკლედ, უნდა ძალიან ყურადღებით შეარჩიოთ, ვის აირჩევთ საქმიან პარტნიორად, ვის დაასაქმებთ, ვის გაუწევთ რეკომენდაციას და მაინც და მაინც იმაზე ორიენტირდებით, რომ რა კაია დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ვენდობით ერთმანეთს, უფრო ორიენტირდით იმაზე, რა იქნება თქვენთვის ეფექტური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მიაღწიოთ მიზანს და ხანდახან გადახედეთ თქვენი მტრების სიას, თუ არსებობს ასეთი, ეხლა მე არ მაქვს, თან აღარ მუშაობ. და მოიფიქრეთ, იქნებ ვინმე თქვენი მეგობარი და მოკავშირეც გახდეს. დღეს სულ ეს იყო. თავრეთ მეორე კანონი. შემდეგ პარასკევს განვიხილავთ მესამე კანონს, რაც არის დამალეთ თქვენი ზრახვები. ძალიან საინტერესო კანონია. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, მხარი დაუჭირეთ ჩემს პროექტს, კომენტარი და ლაიქით არ დაგავიწყდეთ დროებით.